ავად იყო ვინმე ბეთანიელი ლაზარე, მარიამისა და მისი დის მართას სოფლიდან. ეს სწორედ ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სხო და ფეხები თავისი თმებით შეუმშრალა. მისი ძმა ლაზარე იყო ავად. მისმა დებმა კაცი გაუგზავნეს და შეუთვალეს. უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა. იესო მოისმინა და უთხრა. ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის. არამედ ღვთის სადიდებლადაა, რათა მისით განდიდდეს ღვთის ძე. იესოს უყვარდა მართა, მისი და ლაზარე. როდესაც გაიგო, რომ ავად იყო, 2 დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა. ამის შემდეგ უთხრა მოწაფეებს. წავიდეთ კვლავ იუდეაში. უთხრეს მას მოწაფეებმა. რაბი, იუდეველები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ? მიუგო იესომ. 12 საათი არ არის დღეში. ვინც დღისით დადის არ წაიბორძიგებს, რადგან ამ წუთის სოფლის ნათელს ხედავს. ღამით მოარული კი წაიბორძიგებს, რადგან ნათელი არ არის მასში. ეს თქვა და შემდეგ უთხრა მათ. ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ. უთხრეს მისმა მოწაფეებმა. უფალო, თუ დაიძინა გამოკეთდება. იესო მის სიკვდილზე ამბობდა, მათ კი ეგონათ, რომ ბუნებრივ ძილზე ლაპარაკობდა. მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა. ლაზარე მოკვდა. მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა თქვენი ირწმუნოთ. მაგრამ წავიდეთ მასთან. მაშინ თომამ, ტყუპის წალაწოდებულმა, უთხრა თანამოწაფეებს. ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ.